სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე რეფერენდუმის ჩატარების დღე და ზვიადგამსახურდიას დაბადების დღის თარიღი ყველას თელით საქართველოს მინდა მოულოცო სული და გულით ანუ ზვიადგამსახურდიას თაოსნობით ჩატარებულმა რეფერენდუმმა მთელ მსოფლიოს ანახა ქართული ხალხის ურყევინება დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენის საქმეში. ასევე ზვიადგამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ამტკიცების საქმეში და ამიტომ ქართულმა ხალხმა ზვიადგამსახურდია აღიარა ეროვნულ გმირად. ჩვენი ვალი არის ჭეშმარიტ მამულიშვილის გზით ვიაროთ და კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს. 31 მარტი არის და ყოველთვის იქნება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე. ეს არის რეფერენდუმის დღე, ეს არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე და ქართული საზოგადოება ყოველთვის აღნიშნავს ამ დღეს ნიშნად პატივისცემისა და სიყვარულისა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ. აქვე უნდა ითქვას, რომ ალბათ ეს დღე უნდა იყოს ქართველი ერისთვის სინანულის დღე, შენდობის დღე. სამწუხაროდ ჩვენს ისტორიაში არის ფურცლები, რომლის გამო ჩვენ ალბათ გვიწევს და უნდა დავფიქრდეთ, რომ მომავალში საქართველმა ერმა იაროს იმ გზით, რომ დაუშვას ნაკლები შეცდომები, ამიტომაც ჩვენ დღეს სუბდიდი საზოგადოება ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად აღესრულა და კიდევ ერთხელ ვიფიქროთ და კიდევ ერთხელ გავცვალოთ აზრები ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს მომავალზე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დიდი ბატონი პირველი პრეზიდენტი საქართველოსი ზვიადგამსახურდიას დაბადების დღეა. დაბადების დღის აღსანიშნავად მოვედით ჩვენ ჩემი მეუღლე 1992 წლის ივლისში შეეწირა ზვიადგამსახურდიას მოვლენებს.